რა მოხდა ერთ-ერთ კუნძულზე საბერძნეთში. მამა თავის პატარა შვილს უვლიდა, რომელიც შვილი ძალზედ დაავადებული იყო და ავად გახლდათ და სახსრებიც კი არ ქონდა იმისი თუ როგორ უნდა გამოეყვება თავისი შვილი. და უცებ რაღაც მეზობელი ერთ-ერთი შევიდა და რო დაინახა თანხა გადასა და ამ ადამიანმა უთხრა რომ მადლობა გადაუხადა და უთხრა რომ რასაც თქო ვალში ვარ შენთანო და რასაც თქო თავსაც კი გავწერა შენი გულისისო მაშინო ხვალინდელ დღესო მე შეხვედრაზე მივდივარ და იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდეო. ამ ადამიანმა უთხრა აუცილებლად წამოვალო. მართლაც ჩარჯდნენ მანქანაში და წაიყვანა. რომ მივიდნენ აი ამ ადგილას სადაც ესენი შევიდნენ ამ ადამიანმა დაინახა რომ ეს რაღაცა მწვალებულ სექტაში არის ეს ადამიანი და რომ დაამთავრეს ეს რაღაც საუბარი ამას უთხრა რომ შემომყევი ოთახშიო და შეიყვანა ეს ადამიანი ოთახში და ამ ოთახში იყო დასვენებული მაცხოვრის დედაღვთისმშობლის და წმინდა მოწამეების და ხატები და რას ეუბნება და ბიჭე ფეხიო აი ამ ხატებსო და რაც გინდა რაც მთხოვე და ყველაფერს შეგისრულებო. ამან უთხრა რომ ამას ვერ გავაკეთებ. რატო შენ არ მითხარიო რომ სულსაც კი მოგცემო იმის გულისთვისო რაც შენ გამიკეთებო. არაო მე ჩემი სულიო უფალს ეკუთვნისო. ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის ყველაფერი ჩემიო და მე ამას ვერაზოს ვერ გავაკეთებო და მოკლედ საოცრად სემეს ისე სემეს რომ სისხლში იყო. ეს ადამიანი რომ გამოვიდა ძლივს ტაქსი გააჩერა და გაიქცა სახლისკენ რომ შვილის ის ქონდა რომ შვილი როგორ არის და წარმოიდგინეთ შევიდა ეზოში და დაინახა თავისი შვილი ესეთი ავანტყოფი ბავშვებთან ერთად თამაშობს და გაოგდა და მივიდა თავის შვილთან და მამაო რა მოხდაო როგორ გამოხვედიო და უფალი იესო ქრისტე გამომეცხადაო და მითხრაო რომ შენი მამაო ჩემთვის ეწამებაო და ღირსი გახდაო მამა შენიო რომ აი ესე გამოსულიყო და აი ეს ბავშვი სწორედ აი ამ ბავშვებთან ერთად თამაშობდა. თუ ჩვენ აი ამ ყველაფრიდან გამოვიტანთ ანალიზს, ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ერთი რამ რომ ღმერთის სიყვარულზე დიდი არაფერი არ არის. ღმერთია ყველაფერი. ღმერთმა შექმნა სამყარო, ღმერთმა შექმნა ჩვენი, ღმერთი